ეკონომიკას გააუმჯობესებს, შეცვლის უმნიშვნელოდ, რომ არაფერი არ შეიცვლება. ჩემი აზრით ვფიქრობ, შეიცვლება უკეთესობისკენ, იმიტომ რომ ნამდვილად ეკონომიკას წააგდება პირველ რიგში. იცით რა არის? ბიძინა ივანიშვილის იმდენად მჯერა, რომ და ისეთი ჩახედულია ამ საქმეებში, რომ ალბათ წაადგება ჩვენ სიტუაციას, რამ მდგომარეობაშია დღეს საქართველოა. ის უშეცდომოდ მე მგონი, რომ შეცდომებს ამაში არ დაუშვებს და ძალიან სწორად მიმაჩნია, აბსოლუტურად სწორად. ივანიშვილმა თუ აწეჭა ერთება. ვფიქრობ, რომ გაუმჯობესებს, ახლა საერთო კლიმატს გაუმჯობესებს. გაუმჯობესდება ნამდვილად. ახლა იმედი მაინც არის, რომ ამ ფონდს ვინ შექმნის, ხო გააჩნია რა. პიროვნებასაც ხო აქვს რაღაცა პლუს. თუ ივანიშვილის ინიციატივით იქნება პრემიერ-მინისტრი და ამ პიროვნებაზე ბევრი დადებითი ხსნენია, მე პირადად იმედი მაქვს, რომ კარგი იქნება. არის უამრავი სესხები მაღალ პროცენტში და თუ კი რაღაც შეიქმნება, რომელიც დაეხმარება, მე ამას მივესალმები. და ვთვლი, რომ ეს აუცილებელიც არის, რომ საქართველოში ქართული პროდუქცია აღორძინდეს, შეიქმნას ქართული ბრენდი და თვითონ ჩვენვე მოვიხმაროთ ჩვენ და არაფერი არ გვჭირს ის, რომ შემოვიტანოთ, ყველაფერი შემოვზიდოთ. ჩვენთან უამრავი ნიჭიერი ხალხი არსებობს. მე ბატონ ბიძინას პიროვნებას არ ვიცნობ როგორც ესეთი, მაგრამ ის რომ მან იცის შრომის ფასი, იცის ბიზნესის ფასი და ყველა იწყებს რაღაციდან, ხო? მე მაგალითად ძალიან ბევრ შრომობ ჩემი ბიზნესისთვის, ხო? და ყოველთვის ვაფასებ შვის შრომას. და არ შეიძლება ადამიანმა, რომელმაც თავის ცხოვრება აწყო ბიზნესით, რომ ის არ იყოს დაინტერესებული, რომ დაეხმაროს სხვებს.